გადაცემის პირველ სტუმარს წარმოგიდგენ ზღვის უბანში მდებარე ბიჭვინთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით კონჯარია შემოგვიერთდა და მოგესალმებით. მამა დავით, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. გილოცავთ გიორგობას. დილომშვიდობისა და გილოცავთ გიორგობას. გიორგობას აღდგომას ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა. მრავალს დაგასწროთ ღმერთმა. თქვენთან ერთად და ჩვენს მაყურებელსაც კიდევ ერთხელ ვილოცავთ. მამა დავით, ბუნებრივია ჩვენ გვინდა რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ. ვიცით რომ წმინდა გიორგი მიიჩნევა ქართველი ერის მფარველად და განსაკუთრებით გვიყვარს საქართველოში. ამას მოწმობს ისიც რომ არ არის დარჩენილი ბორცვი, გორაკი, სადაც წმინდა გიორგის ეკლესია, სახელობის ეკლესია არ იყოს აშენებული, ასევე ძალიან ბევრი ადამიანს სწორედ წმინდა გიორგის საპატივცემულოდ ქვია გიორგი საქართველოში და ბევრი არის ალაპარაკო, რა თქმა უნდა, ვინ იყო წმინდა გიორგი, რატომ გახდა ის წმინდანი, მაგრამ მე მინდა დავიწყო იმით, რომ ორჯერ აღნიშნავთ წლის განმავლობაში, ვთქვათ, 6 მაისს დღეს არის აღსრულების დღე და 23 ნოემბერი ბორბალზე წამების დღე. ჩნდება ხოლმე ესეთი შეკითხვა, რატომ ზეიმობთ დღეს, როდესაც ადამიანი, ვთქვათ, აღესრულა? რატომ დღეიმობთ დღეს, როდესაც ბორბალზე აწამეს, ტანჯეს, გვემეს? აი რა არის ამაში საზეიმო? დიახ, ნამდვილად ეს არის აღმატებული დღესასწაული საქართველოში და როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ მთელ საქართველოში აღესრულება განსაკუთრებულად წმინდა გიორგის დღესასწაული და ყველა რაიონში არის განსაკუთრებული მისადმი მიძღვნილი ტაძარი, სალოცავი, რომელშიც ესე იგი ქართველი ერი თავისი კუთხური ტრადიციით აღნიშნავს ლოცვის შემდგომ კიდე აი ამ დიდ დღესასწაულს, რადგანაც ქრისტიანული ქვეყანა ვართ და უმთავრესად ჩვენი დღესასწაულები, საეკლესიო დღესასწაულები არის სახელმწიფო დღესასწაული, საერო დღესასწაული და ასევე ამით არის გამორჩეული, რომ საქართველოს გერბზე არის წმინდა გიორგი გამოსახული და ქართველმა ერმა თავისი ჯვარცმის, თავისი უფლის ერთგულების გზაზე ისევე როგორც ჯვარცმული იყო პირველი საუკუნეებში ქრისტეს ეკლესია, შემდგომად ჯვარცმული იყო ქრისტიანობის მიღებისა მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ჩვენ ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენთვის და ჩვენ ჯვარს ვეცვით ქრისტესთვის ბრძანებს ილია მართალი ჭავჭავაძე და აი ამ გზაზე მის წინამძღოლად ვედრებელად მისადმი და მეოხად უფლის წინაშე ქართველმა ერმა აირჩია წმინდა გიორგი. რა თქმა უნდა, წმინდა გიორგი ყველას მეოხია, მაგრამ აი ქართველი ერი თავის სიძლიერეს, სიმხნევეს ხედავდა აი ამ ახოვან წმინდაში, რომლის განსაკუთრებული სიყვარულიც მოგვიიტანა ჩვენ წმინდა ნინომ საქართველოში, როდესაც მოგვაქცია ქართველი ერი და მისი ბიძაშვილი იყო და მისი, ესე ვთქვათ, განსაკუთრებული პატივისცემა და თაყვანისცემა აღმატებული იყო საქართველოში. პირველი ეკლესია ვართ მთელს მსოფლიო სამართლმადიდებლობაში, სადაც ყველაზე მეტად აღესრულება პატივისცემა და თაყვანისცემა აი ამ ახოვანი წმინდანისადმი და როგორც მოგეხსენებათ, დღეს არის მისი გარდაცვალების დღე და 23 ნოემბერს არის მისი ბორბალზე წამების დღე, რომელიც თავისი მნიშვნელობით უტოლდება მაცხოვრის ჯვარცმას, რადგანაც ეს იყო ძალიან სისასტიკით აღსრულებული მისი წამება და აი მაცხოვარი ამბობს ესეთ სიტყვებს, რომ ნუგეშინიან მათი, რომელთაც ძალუც თქვენი სხეულის მოკლა და ამის შემდგომ არაფერი ძალუც, არამედ გეშინოდეთ მის, რომელსაც ძალუც სულისა და ხორცის წარწმენდა და აი წმინდა გიორგიმ ზუსტად რომ გაიმარჯვა, ეს არის დამოწმება აღდგომისა, გაგრძელება აღდგომის დღესასწაულისა და ისევე როგორც ლაზარეს მკვეთრით აღდგინება, ასეთივე მნიშვნელობისა ქრისტიანისათვის, ქართველისათვის, მით უფრო ესე იგი წმინდა გიორგის დღესასწაული, რადგანაც როგორც ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით ჩვენ ვიცით, რომ 7 წელი აწამებდა დიოკლეტიანე წმინდა გიორგის და აი ამ წამების დროს 40,000-ზე მეტი ადამიანი მოექცა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ დიოკლეტიანე ეს იყო ბიზანტიის კეისარი, იმპერატორი, რომელიც თავიდან უნდა ითქვას, რომ ქრისტიანებს არ უშლიდა ხელს და ნიკოდიმიაში 20,000-იანი ტაძარიც კი ააშენა, 20,000 ადამიანი ეტეოდა ამ ტაძარს, ძალიან დიდი ბაზილიკური ტაძარი ააშენა და ხელს უწყობდა არ უშლიდა ქრისტიანებს, მაგრამ შემდგომ, როდესაც იმპერიაში წავიდა, ესე ვთქვათ, რაღაცა ცუდი, ესე ვთქვათ, ჭირი გამრავლდა, მიწისძვრები იყო, რაღაცა
წინააღმდეგობა იყო იმპერიის წინააღმდეგ, მისი მეგობრები ქურუმები, მაგნიტიოსი იყო მისი მეგობარი, რომელიც სულ შთააგონებდა, რომ აი ეს ქრისტიანების გამოხდება ეს ყველაფერი და ისე თავისი ესე ვთქვათ სიძულვილი ერთგვარი ყოველთვის ჰქონდათ ბიზანტიის იმას რომის იმპერატორებს ქრისტიანებისადმი და ამის მიზეზი გახდათ ის რომ რომის იმპერატორები თავიანთ თავს ღმერთებად თვლიდნენ და ითხოვდნენ ღვთაებრივ თაყვანისცემას და ამას რა თქმა უნდა ბუნებრივია ქრისტიანები არ აღასრულებდნენ და აი ესეთი წინააღმდეგობა იყო და თუ კი დაუკვირდებით მთელი ისტორიის მანძილზე ქართველ ადამიანსაც მიუხედავად იმისა რომ ძალმომრეობა ხდებოდა ჩვენი ამის შემდგომაც რა თქმა უნდა არ კმაყოფილდებოდა მტერი რადგანაც ითხოვდა ჩვენგან თაყვანისცემას და მე მოგიყვანთ დღევანდელ მაგალითს მაგალითად დღევანდელობაშიც ესეა როგორც ჩვენი წინაპრები ყოველთვის ღმერთს ეთაყვანებოდნენ და უარს ამბობდნენ იმპერიისადმი თაყვანისცემას მათ ჩვენს გარშემო მყოფ 4-ვე კუთხით იმპერიების ასევე დღეს აი ჩვენი სახელოვანი სპორტსმენებისგან პირად საუბარში და საჯაროთაც მრავლად უთქვიათ რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლები მათთან მოსულან და უთხოვიათ რომ რაღაც გარკვეული დიდი თანხის სანაცვლოდ ეთქვათ უარი საქართველოს ესე ვთქვათ სახელით გამოსვლაზე და ეს ყველა წარმოუდგენელია ქართველი ადამიანისათვის და მისთვის ქართველი ადამიანისათვის ქართული ჰიმნის გაჟღერება და საქართველოს ესე ვთქვათ ძლიერების დამოწმება არის ღირსების საკითხი და რა თქმა უნდა ესეთი რამ არ იყიდება ქართველი ადამიანისაგან როგორც წარსულში ისე დღევანდელობაშიც და აი ესევე წმინდა გიორგი როდესაც დადგა მარტვილობის ჟამი და სენატში ითქვა რომ ქრისტიანობა უნდა განადგურდეს და დამთავრდეს ქრისტიანობა თქვა დიოკლეტიანემ, აი დაიგზავნა მთელს იმპერიაში ესე ვთქვათ წერილები და დაიწყო სასტიკი დევნა და მიიღეს რა რომ მილიონზე მეტი ადამიანი იქნა მოკვდინებული და შედეგად მიიღეს რომ 3 მილიონზე მეტი ადამიანი კიდე გახდა ქრისტიანი ამის შედეგად და მთელი იმპერია წინააღმდგა წმინდა გიორგის რომელიც ესე იგი რომელიც გამოვიდა რომელიც დაამოწმა ქრისტეს სარწმუნოება და თვითონ სამეფო გვარის შთამომავალი არ იყო დიოკლეტიანი ის მხედრების მიერ იყო ამხედრებული იმპერიის ტახტზე და მემკვიდრე არ ყავდა და აი წმინდა გიორგიმ ახუანმა ჭაბუკმა როდესაც თავი გამოიჩინა ბრძოლაში იმპერიის წრების წინააღმდეგ ესე ვთქვათ დიდი დამსახურება დაიმსახურა იმპერატორის წინაშე და მან წარჩინებით დააჯილდოვა ის მხედართავრად და ამის შემდგომ მის სიახლოვეში იყო და მეტიც ამბობენ რომ მის მემკვიდრედ ხედავდა გამორჩეული დიახ და აი როდესაც ეს პირველად წარდგა და ეს იყო სიკვდილზე წასვლა მან იცოდა წინ და წინ მისი ქონება დაურიგა ღარიბებს და მათი ლოცვით ეკლესიებს შეწირა მათი ლოცვით წარდგა რა თქმა უნდა იმპერატორის წინაშე და დაამოწმა ქრისტეს სარწმუნება და აი ამის შემდგომ ჯერ ტკბილის სიტყვით და ხოლო შემდგომ ესე იგი წამებათა მთელი რიცხვით იქნა ამდგარი გიორგის წინააღმდეგ და ეს წარმოუდგენელი რამ იყო რომ დიოკლეტიანეს წინაშე ვინმე ქეც არ მოიდრიგდა და ბუნებრივია მრავალი შეშინდა და როგორც აი ესე იგი ღამეში უკუნ ღამეში ამობწყინებული ვარსკვლავიო კაშკაშა ვარსკვლავი ისე აღმორწინდა წმინდა გიორგი და დაიწყო მისი ესე ვთქვათ განდიდება მისი მოწამეობი და აი ბორბალზე წამება გახლავთ ის დიახადაც ის საკვირველი ამბავი რომელიც წმინდა ნინომ მოგვიტანა ჩვენ და ჩვენითი დღესასწაულება მთელს მართლმადიდებლურ და საქრისტიანო სამყაროში ბორბალზე წამება ყველგან აწირე რომ ეს არის ქართული დღესასწაული ქვემდებარე დღესასწაულად აქვს და ჩვენთან აღმატებულად აღენიშნება 23 ნოემბერს და ისედაც უნდა ითქვას რომ მისი წმინდა ნაწილები განფენილი არის საქართველოში 365 წმინდა ნაწილი არის წმინდა გიორგის და განფენილი არის სრულიად საქართველოში და აი ასე დროს წმინდა გიორგი ესე ვთქვათ უკვე ღონემიხტილი ადიდებდა უფალს ეს იყო ბორბალი რომელიც ქვემოთ იყო ბასრი დანები და აი ნაწილ-ნაწილ იფლითებოდა მისი სხეული, სისხლი დაეღვარა. თავიდან წმინდა გიორგი განსაკუთრებულად მადლობდა, ადიდებდა უფალს და როდესაც უკვე ხმა მინელდა მისი და ესე ვთქვათ დაამარცხეს და გაიმარჯვეს მასზე, ხმა გაისმა, უგეშინია გიორგი მე შენთანა ვარ და გამოიცხადება უფლის ანგელოზი და ესე იგი გაამთელებს მას და მე მივა საკერპოში, იქ დაამხობს ესე იგი დიოკლეტიანეს წინაშე მრავალ კერპებს და ამას მოყვება რა თქმა უნდა უამრავი ადამიანის მოქცევა და აი საქართველოს ესეა
საქართველოს თითქოს აი ჩვენ როდესაც აი დღეს გონია რომ აი დამთავრდა თითქოს აი აფხაზეთი სამაჩაბლო თითქოს აი ისე გონია რომ უკვე ვეღარ შევდივართ ვერ ვიბრუნებ თითქოს ამ ჩვენს მიწა-წყალს აი მაშინ მოხდება სასწაული დიახად და ღმერთი გამოაჩენს თავის სასწაულს და აუცილებლად ილორის წმინდა გიორგში აღესრულება ქართული თენთა ჟამისწირვა და ყოველდღიურად ხანძთის მთავარი სალოცავი რომელიც ააშენა გრიგოლ ხანძთელმა არის წმინდა გიორგის სახელობის ყოველდღიურობაში იქნება მაწირვალოც და ქურმუხის წმინდა გიორგშიც აუცილებლად აღესრულებოდეს იქნება ქართულთა ელითა და აღდგება რა თქმა უნდა საქართველოს ისევე როგორც აღადგინა უფალმა ღმერთმა წმინდა გიორგი ისევე როგორც აღადგინა უფალმა ღმერთმა ლაზარე რადგანაც უფალი ბრძანებს რომ ყდესაზე და აღვაშენო ეკლესიայի ჩემი და ჭენი ჯუჯუხეთისიანი ვეროდიან მას ვერ მოერევიან ქრისტეს ეკლესიას და ვერავინ მოერევა ქრისტეს ეკლესიის აღმშენებელ ერს ჩვენი მტრები ჩვენს გარშემო იარაღდებიან ჩვენ ეკლესია მონასტრებს ვაშენებ და ვნახოთ ვისი აჯობებს აუცილებლად უფალი გაიმარჯვებს ჩვენ მშვიდობა გვსურს და სიყვარული გვსურს და როდესაც ეტანებიან ამ ჩვენს მიწას რატო ეტანებას უყველა ოთხივე მხრიდან იმიტომ რომ ღვთივბოძებულია მაგრამ აი ღვთივბოძებულს ავაზაკობით ვერ წაიღებს შეუძლებელია ეს ღვთისმოყვარე ერს წაართვა ღვთისაგან ბოძებული და თავარია ჩვენ ვიყოთ ერთგულნი უფლისა ვიყოთ უფლის მადიდებელნი ისევე როგორც ჩვენი წინაპარნი და უფალი ღმერთი ზეციდან მოგხედავს და სასწაული აღესრულება და ჩვენ აუცილებლად სოხუმში ცხინვალში ვიზეიმებთ საქართველოს ერთიანობას გაერთიანებას ისმინოთ ღმერთმა მამა დავითი ბუნებრივი ალბათ არ არსებობს ადამიანი რომელმაც არ იცის წმინდა გიორგის ცხოვრების მოღვაწეობის შესახებ არ აქვს ინფორმაცია რომ გავიხსენოთ კიდევ ერთხელ და შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს როდის და სად დაიბადა წმინდა გიორგი როგორ გაგრძელდა შემდეგ მისი ცხოვრება აივახსენეთ რომ დიოკლეტიანეს ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნება იყო წმინდა გიორგი და რა გახდა შემდეგ ის მიზეზებზე უკვე ვისაუბრეთ თუმცა ალბათ დიდი ძალა სჭირდება რომ ადამიანი შეეწინააღმდეგოს ამხელა იმპერიის მთავარს როგორც დიოკლეტიანე იყო როგორ შეიძლება რომ ეს ადამიანმა შეძლოს თან მოიპოვოს ამდენი სიყვარული მთელი მსოფლიოსი დიახ და აი ნამდვილად მის ქრისტიანულ ოჯახში აღესრულა მისი მამაც მხედართავარი იყო გერონტი რომელიც გამოირჩეული მხედარი იყო ასევე და ერთ-ერთი ქრისტიანთა წამების დროს აღესრულა და მისმა დედამ კეთილკრძალულებაში აღზარდა კაბადოკია გავს კიდევაც თავისი ბუნებრივი მოცემულობით საქართველოს და უნდა ითქვას რომ აქ ქართული ტომები ცხოვრობდნენ კაბადოკიაში ჩვენი მონათესავი ხალხი ცხოვრობდა რა თქმა უნდა და წმინდა ნინოც გახდათ კაბადოკიელი და აი ესე დროს როდესაც უკვე წმინდა გიორგი იწყებს თავისი მამის კვალზე მიდის და იწყებს სამხედრო სამსახურს ის რა თქმა უნდა ძლევამოსილია ის არის ახოვანი მხედარი უშიშარი რა თქმა უნდა და აი ეს თავისი უშიშრობა რა თქმა უნდა მან გამოიჩინა უკვე ქრისტეს სარწმუნოების დამოწმებაში რადგანაც მის მამის კვალს დაადგა რა თქმა უნდა და მამა შვილისთვის არის ყველაზე ესე ვთქვათ საპატივცემულო ადამიანი და როდესაც ყავს მხედართავარი და თუნდაც მოწამე მამა ისიც უშიშარი იყო და ამ უშიშრობის გზას დაადგა და აი ჩვენ ქართველებიც მუდამ ხედავდით მასში შეწევნას და ვიცით მისი განსაკუთრებული სასწაულები საქართველოში როდესაც ომი რომელიც ჩვენ ყოველთვის მტერთან ბრძოლაში პირველ ომებს ყოველთვის ვიგებდით, მაგრამ რისთვას სიმრავლე ყოველთვის წყვეთ და ბრძოლის ესე ვთქვათ ბედს და ჩვენ არასოდეს გვიწარმოებია დიდი ხნის ომები, რადგანაც მცირე ქვეყანა ვართ და დიდი ხნის ბრძოლა უბრალოდ რესურსი არ აქვს დიდი ხნის ბრძოლის და ასეთივე განწირული იყო დიდგორის ბრძოლა შესაძლებელია დავით აღმაშენებელი სტრატეგია იყო არაჩვეულებრივი მის ახოვან შვილთან ერთად დემეტრესთან ერთად რომელიც იყო უშიშარი უძლეველი წმინდა გიორგივი და საშინელი ესე ვთქვათ მტერთან წინააღმდეგ მებრძოლი რომელიც თავარი ესე ვთქვათ დარტყმა თავის თავზე დემეტრემ აიღო და შუაგულში ეკვეთა მთიდან ესე ვთქვათ ჩამოსულმა შემოუარა მთას დიდგორში და იქიდან ეკვეთა თავარი ბრძოლა მან აიღო თავის თავზე და აი ძლევაი საკვირველი ზუსტად ეგ არის რომ არა მარტო ამას ქართული ისტორიკოსები, არამედ ამას უცხოელი ისტორიკოსები რომ წმინდა გიორგი ხილული სახით იბრძოდა ქართველთა დასახმარებლად და მტერი უკუნქცეული იქნა, მტერი რომელიც იყო როგორც აი კალია მოდებული ჩვენს ქვეყანას
და იმ ბრძოლამ გადაწყვეტა საქართველოს ბედი, რადგანაც ეს ხალხი რო დარჩენილიყო საქართველოში, საქართველოს ბედი როგორი იქნებოდით კი საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და აი ამიტომ არის ძლევა ის საკვირველი და ქართულ მხედრობას ყოველთვის წინ მიუძღოდა ქართული მღვდელმთავარი. აი ეს უნდა ითქვას, რომ სადაც კი მიდიოდნენ და ეს იყო რომ ქართული მღვდელმთავარი ლოცავდა და იყო ბრძოლები, როცა თავადაძღებულობდნენ, როცა სარწმუნოების ბრძოლა იყო, ღებულობდნენ მონაწილეობას და აი ჩვენ მე გახლავთ აფხაზეთიდან და ჩვენი სალოცავი ილორის წმინდა გიორგი არის მთავარი სალოცავი წმინდა გიორგის აფხაზეთში და მასზე არის გამოსახული ბედიელი მიტროპოლიტი კირილე, რომელიც არის მვედრებელი აი ამ ხატის წინაშე და ასევე ხარი არის მის წინაშე გამოსახული, ხარი რომელიც სიცოცხლეში განკურნა ისა გაუცოცხლა გლეხს წმინდა გიორგიმ, რომელიც იყო მისი მარჩენალი, ამით ხნავდა და აი ეს ხარიც ასევე აღესრულებოდა სასწაული ილორის წმინდა გიორგის ტაძარში, დადიანებს ბეჭდავდნენ საღამოს ლოცვის შემდგომ გალავნის კარებს და სასკვირველად დილით როცა ხსნიდნენ, ხდებოდა ხარი და ეს ხარი იკლებოდა და როგორც ლოცვა კურთხევა წმინდა გიორგისა ნაწილ-ნაწილ ეს თელს უდაბნოში, ესე ვთქვათ, სამოღვაწეო მთებშიც კი, სადაც ბერმონაზნობა იყო, ყველგან ნაწილდებოდა თითო ნაწილად რომ ეს ყველას მიიღო როგორც ლოცვა კურთხევა წმინდა გიორგისა და აი ესე დღესასწაულება მთელ საქართველოში ეს განსაკუთრებული დღესასწაული და ჩვენ ვართ ბედნიერი რომ საქართველოში 12 მეფე ყავდა რომელსაც გიორგი ერქვა და ასევე საქართველოში ყველაზე სასურველი სახელი გიორგია იყო ტრადიცია რომ არაძლევდნენ უფლებას მეშვიდე შვილამდე რომ გიორგი დაერქვათ რადგანაც ყველა გიორგის არქმევდა თავის შვილებს და ალბათ საჭიროა და მოვიდა დრო რომ ახლაც აღვადგინოთ ეს ტრადიცია და მეშვიდე შვილამდე არ უნდა მიეცეს საქართველოში არავის უფლება რომ ყოველი მეორე გიორგია საქართველოში. მამա დავით, საინტერესოა ისიც რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ პატივს მიაგებენ წმინდა გიორგის არა მხოლოდ ქრისტიანები და არა მხოლოდ ქართველები, არამედ სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლები. აი რამ გამოიწვია წმინდა გიორგის ამ მასშტაბით განდიდება? იმდენად დიდი არის მისი ესე იგი განდიდება რომ ყველანი ეთაყვანებიან მათ შორის მუსულმანების არის მოსენიებული, ყურანში არის მოსენიებული, ასევე დიდი ალავერტში დადიან და ავედრებენ თავს, ვიცით, მუსულმანები განადიდებენ წმინდა გიორგის და მისადმი ვედრება, რა თქმა უნდა, დიდი აქვს და ესე ვთქვათ, ვედრებელს ეწევა, რა თქმა უნდა, და ეხმარება და მაგიტომაც ევედრებიან და შეგვეციოს მთელს საქრისტიანოს მისი მადლი და მისი ძლიერება და ჩვენ ვართ ბედნიერი, როდესაც ყავს ესეთი მეოხი და მფარველი და ბედნიერი ვართ, რადგანაც ეს ცხოვრება არის მზადება მარადისობისათვის და ქართველი ადამიანი ყოველთვის ამას იტანს განსასწრელს გაჭირვებას, ეს გაჭირვება და განსასწრელი ჩვენ ყველას გვჭირდება და უფალი ღმერთი როცა უშვებს ამ განსასწრელებს ჩვენზე ბუნებრივია ამის დათმენის ძალასაც გვაძლევს, უბრალოდ ჩვენ არ უნდა შევურგულდეთ, როგორც პეტრე თავიდან როცა მიენდო უფალს გაიარა ზღვის ნაპირებზე, ხოლო შემდგომ როდესაც ტალღებს შეხედა, შეშინდა და ჩვენ განსასწრელს არ უნდა უყუროთ, არამედ ღმერთს უნდა უყუროთ, წმინდა გიორგის უნდა უყუროთ და ესევე უნდა აი ამ სიხარულით გავიაროთ ეს გზა ის უფალმა ღმერთმა თავისი აღდგომით მოგვიტანა საოცარი დიდი მადლი და სიხარული, სასუფევლის სიხარული მოგვიტანა, სასუფეველი მოგვიტანა დედამიწაზე და აი ამ სასუფევლის სიხარულს გზნობ ჩვენ, აი ამ აღმატებულ სიხარულს განსაკუთრებულად აი ამ 40 დღის განმავლობაში და ყოველთვის გვიხარია ეს გიორგობა, რადგანაც ქრისტეს აღდგომით აღნიშნავთ და ეს არის კიდევ ერთხელ აღდგომის დამოწმება და ჩვენ აი ამ სიხარულით ხარობთ და მოციქული ამბობს მარადის გიხარობდნენ და ეს სიხარული მუდმივად უნდა გქონდეს, ჩვენ არ უნდა ვუყუროთ განსასწრელებს, რაღაც ბოროტისაგან მოცემულ აზრებს, არამედ სულ ქრისტეს რა უნდა გვიხაროდეს, ის უნდა გვიხაროდეს, რომ ქრისტე მოიტანა სიხარული დედამიწაზე. მან გვიშვილა ჩვენ, მან შეგვიყვანა ცათასასუფეველში და ის ნეტარება, რომელიც ადამიანს აქვს ცათასასუფეველში, ეს ნეტარება მოგვიტანა და აი ამ ნეტარებით ჩვენ შეგვიძლია აქ ვიცხოვროთ უკვე. ქრისტეს ეკლესიის წევრნი უნდა ვიყოთ და რითი უნდა დავიწყოთ აი ეს ჩვენ აი ესეთი ცხოვრება. უფლის მცნებათა აღსრულებით და აი 10 მცნებიდან ერთადერთი მცნება არის, რომელიც მოითხოვს უფლის მსახურებაში 8 წელს, ანუ შრომ
შრომას, ფიზიკურ შრომას. ერთადერთი მცნება არის მეოთხე მცნება, როცა უფალი ღმერთი ამბობს, 6 დღე იქმოდე და ქმნე მაშინა ყოველივე საქმე შენი. ანუ იქ იშრომე, ხოლო მე-7 დღე სულისათვის იშრომე, წმინდა ხავი გებრძანებს უფალი და აი ეს არის შრომითი მსახურება, როცა ჩვენ მივდივართ ჩვენს მშობელ მამასთან, ზეციერ მამასთან, მას ვალოცინებთ ჩვენს თავს, ჩვენ შემდგომ კვირას, ჩვენს ცხოვრებას, ვავედრებთ ჩვენს მიცვალებულებს, ჩვენს ოჯახის წევრებს და რაც ყველაზე საკვირველია, რომ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს და აი ცოდვათა სინანული რაში გამოიხატება? სინანული გამოიხატება ცოდვების აღიარებაში. აი ეს ცოდვების აღიარება ვერ შეძლო ადამიანმა 60 ბაღში, როცა უფალი მასთან ხილულად მოვიდა და იუდამაც ეს ვერ შეძლო, როდესაც იუდამ მოინანია, შეინანა, დაუბრუნა ის 30 ვერცხლი, მაგრამ უფალთან არ მივიდა და არ აღიარა და არ თხოვა შენდობა და არ მიიღო მიტევება ცოდვათა. ხოლო აი ჩვენ ცოდვათა აღიარებით ღმერთს ათნო უჩნს, რომ მღვდლისთან დასწრებით მოხდეს ჩვენი აღიარება. ეს არის სინანულის საიდუმლო და მოციქულებს უთხრა აღდგომილმა, რომ უკეთ თუ მიუტევოთ კაცთა ცოდვანი მათ, მიეტევნეთ მათ და მოციქულებით სამღვდელოებას მიეცა ძალა, უფლება ცოდვათა მიტევების, ანუ მღვდელი როდესაც ოლარს დააფარებს და მიტევების ლოცვას კითხულობს, ადამიანს მიეტევება და შემდგომ საკვირველებას, სასწაულთა შორის სასწაულს ვღებულობთ ჩვენს წიაღში, თავად ღმერთს ვღებულობთ და ღვთაებრივი სხეული შეუერთება ჩვენი სხეული, ღვთაებრივ სისხლს შეუერთება ჩვენისა და ჩვენ ერთ სისხლს და ხორცს ხვდებით უფლისა და აი მარად უნდა ვეზიარებოდეთ. და ეს არის უკვე ცათა სასუფეველი. დედამიწაზე და აი კვირა დღე თუ კი ადამიანი შრომობს უფლისათვის, ეს იმას ნიშნავს და რომ დადის ტაძარში, მას ესე იგი ეყოლება მოძღვარიც, ის იტყვის აღსარებას, ის ეზიარებოდეს იქნება და რა თქმა უნდა საღვთო მსახურებასთან ერთად გაკეთილშობილდება ჩვენი ცხოვრება, ჩვენ გავხდებით ქრისტიანები და უნდა ქრისტიანულად მოვიქცეთ ჩვენი ოჯახის წევრების მიმართ, საზოგადოების მიმართ და გვიყვარდეს არა ისე რომ თვალი თვალის წილ და კვილი კვილის წილ. მე ასე მომიქცა, მე მასე მოვიქცევით. არ გაუკეთებია ეს ქრისტეს. ქრისტემ სიყვარული მოიტანა, ქრისტემ გითხრა რომ გიყვარდეთ ერთმანეთიო და აი ჩვენ ღვთისა და მოყვასის სიყვარულს შევძლებთ ლოცვით. ლოცვით და ღვთისმსახურების დროს, რაც უფრო ადამიანი ბეჯითად ლოცულობს და ესწრება წირვა ლოცვას, მას იძლევა ძალა და მადლი ღვთისა და მოყვასის სიყვარულის. მამა დავით, აი სწორედ ამ თემაზე მიდოდა, მეკითხა რომ ერთია რომ ვამბობთ რომ აი ჩვენ პატივს მივაგებთ, გვიყვარს ძალიან წმინდა გიორგი ეს დღესასწაული გვიყვარს, მაგრამ ეს რაში გამოიხატება? როგორ აღნიშნავთ თქვა ჩვენ ამ დღესასწაულს და როგორ უნდა აღნიშნავდეთ? ჩვენ ვიცით რომ ყველა მოქმედ ტაძარში ბუნებრივია დღეს სადღესასწაულო წირვა აღესრულება, თქვენ ღამის თევის მსახურება შეასრულეთ და მობრძანდით და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა რომ დრო გამონახეთ მაინც ჩვენთვის. აი როგორ გამოიხატება, რაში გამოიხატება ჩვენი პატივის მიგება და ჩვენი სიყვარული ამ დიდი წმინდანის მიმართ? დიახ, ეს ძალიან ესეთი დამაფიქრებელია, ჩვენ ყოველთვის უნდა ვფიქრობდეთ ამის შესახებ, თუ როგორ მოქმედებდა წმინდა გიორგი, რომ ის სიტყვით ყოველთვის ამოწმებდა ჭეშმარიტებას, ის არასოდეს იღებდა უკან, მაგრამ ის იყო თვინიერი, ცხვარივით იყო, ვითარცა ცხვარი კლად მიიგვარა მაცხვარზე, როდესაც ვამბობთ, არა? აი ესევე წმინდა გიორგი იდგა და ესე ვთქვათ, ითმენდა აი ამ ყოველივეს, ჩვენც უნდა მოვითმინოთ, რა თქმა უნდა, ყოველივე განსასწრელი, ღმერთს ჯეროვანი პატივი და თაყვანისცემა უნდა მივაგოთ და წმინდად უნდა ვიცხოვროთ, რადგან ღმერთი წმინდაა და ჩვენც წმინდად გვმართებს ჩვენს ერს, სიწმინდე გვაქვს დაკარგული და ეს სიწმინდე უნდა დავიბრუნოთ, აღვიდგინოთ. მადლობა უფალ ღმერთს, საკვირველ ამბავს მოვესწარით, რომ ალბათ საქართველოს ისტორიის მთელი მისი არსებობის მანძილზე ამდენი ეკლესია მონასტერი ერთბაშად არ აშენებულა. ეს 100 წლეულები შენდებოდა და საკვირველების მომსწრენი გავხდით, რომ აი ამ თქვათ ტერიტორიაზე, რომელსაც ქვია საქართველო, ერთბაშად აშენდა უამრავი ეკლესია მონასტერები და თაში თუ ნაპრალში. ჩვენი ბერმონაზნობა, ეს საკვირველი ხალხი, ნამდვილად, რომელიც უანგაროდ, ხალხი, რომელიც თბილ ოჯახებში გაიზარდნენ, ხალხი, რომელთაც აქვს საოცარი განათლება მიღებული და თავიანთი საქმის დიდი პროფესიონალები არიან, ყოველგვარი ესე ვთქვათ სოციალური ესე ვთქვათ დაცულობის გარეშე წავიდნენ და აი ამ ცივ კედლებში აცოცხლებენ სარწმუნოებას და ავედრებენ უფალ ღმერთს საქართველოს და ეს სიწმინდა, ეს იწირება უფლის წინაშე და ამის წინამძღოლი არის ჩვენი პატრიარქი, რომელიც წინ მიუძღვის ქართველ ერს და თავისი მთელი ცხოვრების მანძილზე მისმა უნეტარესობამ ჩვენ
გვასწავლა სიწმინდე, გვასწავლა ღვთისთაყვანისცემა, ღვთისსიყვარული, მოყვასის სიყვარული, ყველას გვეფერებოდა. სიწმინდით მოღვაწეობდა, მოთმინებით მოღვაწეობდა. ჩვენ როცა ვიზრდებოდით, მის წინაშე ხედავდით როგორ აი ვიდრე დღევანდელ დღემდე უწმინდესი და უნეტარესი როგორ იდგა და ყოველთვის იდგა ლოცვაზე და ჩვენ არ შეგვეძლო შიგნით საკურთხეველში დიაკვნობა მე დავითნები რო იყავით, ჩვენ დამждარიყავით, რადგანაც უწმინდესი სულ ფეხზე იდგა და აი მას სულ აკვირდებოდით და თავისუფლებას ეს ღვწოვანი ჩვენი мама როგორ იდგა და მაგალითია რა თქმა უნდა ჭირთა თმენისა რაც მან მოითმინა, რაც მან ცილისწამება გადაიტანა და სამზის შეღაღა და მიყვარხარ საქართველო პასუხა და აი ესე უნდა ვიყოთ რა თქმა უნდა და საკვირველი ამბავი ხდება რომ ყველგან დღეს ყველა ოჯახში, ყველა ტაძარში რა თქმა უნდა იდღესასწაულება და ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს და მრავლას დაგასწროთ უფალმა ღმერთმა. დიდი მადლობა ჩვენს გილოცავთ. ზღვის უბანში მდებარე ბიჭვინთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით კონჯარია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.